გვიჭირს, აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ყველაზე დიდი პრობლემა არის ადამიანებში გაჩნდა სიძულვილი. ესე მეტკინება ხომ რამდენჯერ წრემლები წამომისულია. რომ არ უყვართ, სიყვარული აღარ არის, დაიკარგა. და სიყვარული დაიკარგება რა არის? სიძულვილი. ხო? არაფერს არ ვეხებ, არც უმუშევრობა რა. უნდა შევიყვაროთ ისევ ერთმანეთს, დავბრუნდეთ ისევე, რომ ამბობენ ეს ხარა გაული და ისა და ხო არის მართლაც უტკბილესი და უკარგესი დედულია ჩემი და ჩემი შვილები ის მამული, ასე ვიტყვი ხოლმე. ეს არა ქვია, არის უტკბილესი და უნდა შევიყვაროთ ერთმანეთი რა. და უთხრათ არა სიძულვილს. როგორმე, არ უნდა გავბოროტდეთ. მე ვარ ირმა სხილაძე, ცხოვრობ ხარაგაულში. აბსოლუტურად არანაირ საქმიანობას არ ვეწევი ამჯერად. წინა წლებში, ანუ პატარები რომ მყავდა ბავშვები, მუშაობდი. მოხდა მე რაღაც რეორგანიზაციები, რაღაცები წავიდა და დავრჩი უმუშევარი. ეს მინდა რომ თქვა. მე დავიწყე პატარა მცირე ბიზნესი, კაფე მქონდა, რაღაცა ფინანსებისა და რაღაც მდგომარეობის კორონის პერიოდი წავიდა და რაღაც ვეღარ გავაგრძელე საქმიანობა. იმის შემდეგ რავი ვარ ესე და უმუშევარი. ალბათ 10 წელია. ყავს სახლში პატარა არასრულწლოვანი შვილი. და აბსოლუტურად ვარ უფლის წყალობაზე დამოკიდებული. ვეღარც ვაქირავებ. აი ამ ქვედასართულს, რომ ვინმე მაწარმოოს. ეხლა მე არა მაქვს საშუალება, მაგრამ ხო შეიძლება გავაქირავო. საკანალიზაციო ის არის დარღვეული და ვინც მოდის რომ ნახულობს, კითხულობს ეგრევე. კანალიზაცია არის მოწესრიგებული? არ არის მოწესრიგებული. გაიბიდნა რომ მე იმას ვერ ამოვთხრი, საპირფარეში 21 საუკუნეში ხარაგაულში ცენტრში გარე ტუალეტით ვსარგებლობ. უნდა აუცილებლად შეგვიწყოს ხელი მუნიციპალიტეტმა ადგილობრივმა. რაში და მოგცეს იმის დაგვასა რაღაცა სამსახურები რაღაცა უნდა მიუმაგრდეთ სადმე. სახელმწიფოს აუცილებელია, ხო ეს? აი ამაში ეს უნდა აი ეს დასაქმების პროგრამა რომ იყო. სხვათა შორის ძალიან კარგი იყო ის 300 ლარი, რომ იცოდი რომ შენ ნამდვილად ფსიქოლოგიურად რაღაც ხარ დაწყნარებული, შენ იცი რომ ის 300 ლარი გააქვს და რაღაცაზე გადაანაწილებ. ზოგი ისე კი აუცილებლად უნდა დაგვიდგნენ იგენი გვერდში და აი ჩვენს მიიტანონ გულთან ის რომ ეს გვიჭირს, აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მაგრამ ეხლა იმასაც ვფიქრობ, რომ ეხლა ადგილობრივი ისა თუ იქედან ეხლა ამას ნამდვილად ვიტყვი, რომ ეხლა პირდაპირ ეხლა ჩვენი გამგებელი და პირდაპირ ვერ დაგვიშვებს ამსა თუ არ წამოვიდა თავიდან, ხო? არ მსიამოვნებს, არ მიხარია და არ მომწონს ეს პოლიტიკური ის რა ქვია, ჩხუბები რა და ესეთი რაღაცები არა. ყველა ერთად უნდა შევიკრათ. არ აქვს ახლა მას მნიშვნელობა რომელ პარტიასა და მას მივეკუთვნებით და ერთად სიყვარულით გავაკეთებთ. აი ამაში ვხედავ გამოსავალს და ღვთის უფლის წყალობა ვითხოვოთ და მოგვეცემა. აი ამაში მეტში ვერაფერში ვერ ვხედავ.